გამარჯობა ყველას, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ეს მართლაც შესანიშნავი კონფერენციაა. გმადლობ JNS TV-ს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. სასიამოვნოა, რომ ამდენი ადამიანი ხმამაღლა ამბობს იმას, რასაც მე ჩემს გონებაში ვფიქრობ. ჩემთვის პატივია აქ ყოფნა. ჩემი სახელია ჯოშ რეინსტეინი. მე ვარ ისრაელის მოკავშირეთა ფონდის პრეზიდენტი. ჩვენ კოორდინირებთ 64 საკანონმდებლო კაუკუსის საქმიანობას 64 ქვეყანაში, რომლებიც შედგება 1600 კანონმდებლისგან და მუშაობენ იმაში, რასაც ჩვენ წმენაზე დაფუძნებულ დიპლომატიას უწოდებთ. ეს არის მაშინ, როდესაც ადამიანები თავიანთ ბიბლიურ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად აქცევენ. და მიხარია, რომ დღეს ისრაელის დიპლომატიური წარმატებების 80% სწორედ რწმენაზე დაფუძნებული დიპლომატიის დამსახურებაა. ეს არის, ხო. ისრაელთან ქრისტიანები დგანან, არა ქვეყნები. და ქრისტიანები თავიანთ ქვეყნებს ჩვენთან მოჰყავთ. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ კვლავ გვაქვს საელჩოები იერუსალიმში. ეს არის მიზეზი, რის გამოც ამერიკის 37 შტატში და მთელ მსოფლიოში გვაქვს ანტი-BDS კანონმდებლობა. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ აფრიკის კავშირში დამკვირვებლის სტატუსი გვაქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ ქრისტიანები ჩაერთნენ პოლიტიკურ პროცესში, მოჰყავთ თავიანთი ლიდერები ჩვენთან და მტკიცედ გვიდგანან გვერდით. და ჩვენთან ერთად აქ არიან წმენაზე დაფუძნებული დიპლომატიის მოძრაობის 3 გენერალი. ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავალთ. ბევრი კითხვა გვაქვს. დავიწყებ პასტორ ლარი ჰაკით. არსებობს ჭორი, რომ ქრისტიანების მხარდაჭერა ისრაელის მიმართ იკლებს, რომ ახალდაზრდა ქრისტიანები აღარ გვიდგანან გვერდით და რომ უფროსი თაობის ქრისტიანებიც ისრაელის წინააღმდეგ გადადიან. რა სიტყვით ამაზე? იცით, რაღაც რაც რაბი გოლდშტეინმა თქვა არის ის, რომ ჩვენ სიტყვების ომში ვართ. სიტყვები უფრო ძლიერია ვიდრე ტყვიები და საბრძოლო მასალა და ასე შემდეგ. და ამერიკაში ყავს ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, აკეთებენ პოდკასტებს და ასე შემდეგ. და ისინი განცხადებებს აკეთებენ, ისინი წმინდა წერილს კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყენებენ. ისინი აცხადებენ, რომ 1948 წელი ბიბლიური წინასწარმეტყველების აღსრულება არ არის და ასე შემდეგ. და ისინი ხმაურიანები არიან და ყურადღებას იპყრობენ, მაგრამ ჩვენ აქ ვართ, რომ გითხრათ. მე მაქვს სატელევიზიო პროგრამა, რომელიც ყოველდღე გადის მთელ მსოფლიოში რამდენჯერმე. და ჩვენ ყავს მილიონობით ქრისტიანი მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკაშიც, რომლებიც ამას ამბობენ, ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ისრაელს, ჩვენ ისრაელთან ერთად ვიდგებით. ჩვენ ვართ დღეს საუზმეზე მეცვა მაისური, რომელზეც ეწერა, მე ვარ ქრისტიანი სიონისტი. და ერთი ქალი მოვიდა ჩემთან და ცრემლიანი თვალებით მიყურებდა. და მან მითხრა, ძალიან მიხარია ამის მოსმენა. და მე შევძელი მეთქვა, მოისმინე, მე ერთადერთი არ ვარ. ჩვენ მილიონობით ვართ. ჩვენ ხვენ ხმამაღლა ვილაპარაკებთ. ჩვენ ყველა პოლიტიკოს შევატყობინებთ შუალედურ არჩევნებზე, რომ თქვენთვის ხმას არ მივცემთ. ჩვენს ხალხს ვეუბნებით, არ მისცენ ხმა, თუ თქვენ ისრაელის გვერდით არ დგახართ, თუ თქვენ არ დგახართ. და ეს ჩემი უფლება არ არის თქვა, მაგრამ ბიბლიაში არსად ვხედავ დასავლეთ სანაპიროს. მე ვხედავ იუდეას და სამარიას და ჩვენ არ დაუშვებთ მის გაყოფას. თუ პოლიტიკოსი ხარ ან კენჭსიხრი, თუ ხმამაღლა არ დაუჭერ მხარს ისრაელს, თუ არ დაუჭერ მხარს ისრაელის სუვერენულ სახელმწიფოდ ყოფნას და თუ არ დაუჭერ მხარს ისრაელის თვითდაცვას, ჩვენ არ გვინდა რომ შენ იყო ხელისუფლებაში. და გეუბნებით, ჩვენ უფრო მეტი ვართ ვიდრე ისინი. გმადლობთ, პასტორ ლარი. დროი, შენ ხარ ნაციონალისტი მაუწყებლების პრეზიდენტი. ეს დაახლოებით 14000 ქრისტიანი მაუწყებელია. არ მგონია ხალხმა კარგად იცოდეს, რამდენად დიდი და მასშტაბურია ქრისტიანული მაუწყებლობა და ქრისტიანული მედია. ძალიან უსამართლოდ გვექცევიან ტრადიციულ მედიაში. რა ხდება ქრისტიანულ მედიაში? შეხედეთ, ქრისტიანულ მედიას რომ დავაკვირდეთ, ვფიქრობ, ის კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს. ქრისტიანული მედია ამერიკულ ოჯახების 90%-ზე მეტს წვდება. ისინი მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონზე მეტ ადამიანს წვდებიან. ეს საუკეთესო მონაცემია, რაც შეგვიძლია დავასახელოთ ინტერნეტის ჩათვის გარეშე. მაგრამ იცით, ამ კითხვას ცოტა სხვანაირად მინდა უპასუხო, რადგან ვფიქრობ, აქ ნარატივის ნაწილიც არის. ჩვენ მესიჯების ომში ვართ. მესიჯების ომში ერთ მხარეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ისრაელის მტრები არიან. მეორე მხარეს კი თქვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ვინც მესიჯების გავრცელებაში გეხმარებათ, არიან ქრისტიანული მედია და ქრისტიანული კომუნიკატორები, რომლებიც ამ ადამიანებს აღწევენ. მაგრამ ნება მომეცით ამაზე ყურადღება გავამახვილო, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მთელი იდეა თითქოს ქრისტიანების მხარდაჭერა იკლებს სინამდვილეში ომის ნაწილია. ასე რომ ფიუკლევის მიხედვით, სწორედ ამ მარჩში ფიუკლევის მიხედვით, თეთრკანიანი ევანგელისტი პროტესტანტების 64%-ს აქვს დადებითი დამოკიდებულება ისრაელის მიმართ.
ეს იგივეა, რაც ებრაელი ამერიკელების 64%-ს. სწორ გზაზე არიან. კარგი, თეთრი ევანგელისტების 42%-ს აქვს ნდობა ნეთანიაჰუს მიერ მსოფლიო საკითხების მართვაში. მხოლოდ 45%-ს ოდნავ მეტს ჰქონდა ნდობა პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. მსოფლიო საკითხების მართვაში. თეთრკანიანი ევანგელისტები მის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერებს შორის არიან და მათთვის ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი პირადად მნიშვნელოვანია. ესე რომ ციფრები და ვფიქრობ აქ მიმდინარე ომი არის მესიჯების ომი და ვეთანხმები იმას რიმას რაც აქამდე სტუმრების უმეტესობამ თქვა. ჩვენ ვიბრძვით მსოფლმხედველობისთვის, ეს იუდეო-ქრისტიანული დასავლური მსოფლმხედველობა, პროგრესული დასავლური მსოფლმხედველობა და ისლამური მსოფლმხედველობა. და ვფიქრობ ქრისტიანული მედია ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია ისრაელის ამ ბრძოლაში. გმადლობთ რომ მარიო, შენ აქ ოფიციალური სტატუსით არ ხარ, მაგრამ ასევე გაქვს პოზიცია თეთრ სახლში. თეთრ სახლში მრჩეველი ხარ. და რაღაცა რაც შოკის მომგვრელია და შეიძლება ბევრს გამოგჩიათ არის ის, რომ რწმენაზე დაფუძნებული დიპლომატიის მთავარი ფიგურები ეხლა თეთრ სახლში არის. Paul M. White იყო ნახსენები, Pete Hegseth. ჩვენ ეხლა ხან ნახეთ ელჩი მაიკ ჰაკაბი. ის ამ მოძრაობის დამფუძნებელია უკვე 20 წელია. რატო ფიქრობთ, რომ ჩვენი რწმენის საზოგადოების, ბიბლიაში მორწმუნე ებრაელებისა და ქრისტიანების, ასე ბევრი ადამიანი პირველად ისტორიაში პრეზიდენტს White House-ში ეხვევა? სანამ პასუხს გაგცემთ, როგორც თქვენ თქვით, აქ ვარ პირადი სტატუსით. ჩემი კომენტარები პირადულია და არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ან მისი სააგენტოების პოზიციას. თეთრ სახლს აქვს თეთრი სახლის რწმენის ოფისი, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს. ის მდებარეობს დასავლეთ ფლიგელში და მუშაობს რელიგიური თავისუფლების, ანტისემიტიზმთან ბრძანებრძოლის, სხვადასხვა საკითხების, რწმენის საკითხებისა და ბიბლიური საკითხების მიმართულებით. და თითოეულ კაბინეტის წევრს ჰყავს საკუთარი რწმენის დირექტორი. და შენ იოშუა რწმენის დიპლომატიაში პიონერი იყავი და ამას ყველგან ვხედავთ. რაც გავაცნობიერეთ ის იყო, რომ ღმერთი რას აკეთებდა, როცა მან პირველი ადმინისტრაციის დროს პრეზიდენტი ტრამპის ხოთანამედროვე კიროსად, ეს არ იყო ანომალია, არამედ პროტოტიპი იმისა, რასაც ღმერთი სხვა ერებთან აკეთებდა. როცა ლათინურ ამერიკაში პრეზიდენტ ბოლსონაროსთან და სხვა ტრამპის ტიპის პრეზიდენტებთან ერთად მოგზაურობდით, მათ გარშემო რწმენის მრჩევლები იყვნენ. და რაც გავაცნობიერეთ, იყო ჩვენი ხმის მნიშვნელობა დიპლომატიური ფორმით. როგორც თქვენ მალკოლმ ჰანლაინი, ვინ? მისი ხედვა იყო ჩვენი ლატინოების კოალიციის ისრაელისთვის წარმოშობის წყარო, თუ როგორ ქონდა ქრისტიანი პრეზიდენტების კონფერენციას, რომელიც ამერიკის მოსახლეობის 2%-ს წარმოადგენს, გავლენა. დავიწყეთ ფიქრი, თუ ამერიკელების 30% ქრისტიანია, მათგან ყველა არ არის ისრაელის მხარდამჭერი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როცა ერთად მობილიზდებით ისრაელის ერის მხარდასაჭერად ამ რწმენის დიპლომატიაში? ასე რომ პასტორ ლარი ამას უკვე 22 წელზე მეტია ვაკეთებ. დავიწყე კონექტიკუტის ქრისტიან მოკავშირეთა კაუკუსი, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქრისტიანები არ წყვეტენ საუბარს იუდეასა და სამარიაზე. ისინი იუდეასა და სამარიას ითხოვენ. მათ სურთ, რომ ისრაელში სუვერენიტეტი იყოს. მათ სურთ, რომ ებრაელი ხალხი იყოს მიწის მმართველი. რა მოხდა? საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? რატო გახდა ეს მოულოდნელად ქრისტიანებისთვის ყველაზე დიდი მოთხოვნა? იცით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ქრისტიანები ამაზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ. როგორც თქვი, ჩვენ გვაქვს სატელევიზიო პროგრამა, რომელიც ყოველდღე გადის მთელ მსოფლიოში. ყოველდღე ვასწავლით ქრისტიანობის ებრაულ ფესვებს. ვასწავლით, რომ მოსე ებრაელი იყო, აბრაამიც ებრაელი იყო. რაბი ლაუ, ჩემი დიდი მეგობარია, პირველად რომ შევხვდით 2 საათი ვილაპარაკეთ, მან მკითხა, როგორ იცნობ თორას. რადგან ყველაფერი, რასაც ვასწავლი, თორადან ვასწავლი. მან თქვა, მე უთხარი, რადგან ყველაფერი, რასაც ვსწავლობ, ებრაულ ფესვებზეა დაფუძნებული. მან თქვა, იმიტომ რომ ქრისტიანობის საფუძველი ებრაული ფესვებია. მე უთხარი, დიახ ბატონო. მან თქვა, იესო არასოდეს შეწყვეტილა ებრაელი ყოფილიყო. მე უთხარი, ვცდილობ ეს მთელ მსოფლიოს უთხრა. მოგიყვებით რაღაცას. მსოფლიო მას ძალიან კარგად იღებს. ევანგელისტები იცით რას გვეუბნებიან? ვიცოდით, რომ რაღაც გვაკლდა და რაც აკლდათ, იყო ჩვენი რწმენის ფესვები, ანუ ისრაელი და ებრაელი ხალხი. მოგცემთ ერთ მაგალითს რწმენაზე დაფუძნებული დიპლომატიისა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვახორციელებთ ისრაელის მოკავშირეთა ფონდთან ერთად. უკანასკნელი 7-8 წლის განმავლობაში ბრაზილიაში დავდივარ და ვასწავლი ისრაელის გვერდით დგომას, ვასწავლი ისრაელის სიყვარულს, ვასწავლი იუდეასა და სამარიაზე, არა დასავლეთ სანაპირეზე.
და ყოველ წელს სან-პაულუში ისინი მართავენ მარს 5.5 მილიონი ქრისტიანი ქუჩებში. რეალური რიცხვებია 5.5 მილიონი. ბოლო მარშზე, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა, მათ გაავრცელეს 10,000 ისრაელის დროშა. და მარშის განმავლობაში რამდენჯერმე ყველანი ვჩერდებოდით პოლიტიკოსებთან ერთად, უბრუნდებოდით იერუსალიმის მიმართულებით და ვლოცულობდით იერუსალიმის მშვიდობისთვის. ნება მომეცით გაგამხნევოთ. ევანგელისტური სამყარო თქვენს გვერდით დგას. და ისინი ძალიან აქტიურები და ხმამაღლები არიან იმაში, რომ ეს იუდეა და სამარია. მგონია რომ შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ ვაშინგტონში, იგივე გავაკეთეთ გოლანის მაღლობებთან დაკავშირებით, გოლანის მაღლობებების სუვერენიტეტთან დაკავშირებით. მგონია რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ გამოვაცხადებთ, რომ მას აღარასოდეს ვუწოდებთ დასავლეთ სანაპიროს. ამიერიდან მას ყოველთვის იუდეად და სამარიად ვაღიარებთ. მადლობთ, პასტორ ლარი. 2 წლის წინ რწმენაზე დაფუძნებული დიპლომატიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მაგალითში ტროი მილერმა, როგორც NRB-ს ხელმძღვანელმა, მიიღო რეზოლუცია, რომ ქრისტიან მედია პერსონებს აღარ შეუძლიათ გამოიყენონ ტერმინი დასავლეთი სანაპირო. მათ უნდა თქვან იუდეა და სამარია. და მას შემდეგ ეს უკვე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშია. ეს არის ქვეყნის კანონი. ეს გუბერნატორმა ჰაგნატორმა ჰაკაბიმ გააკეთა. ეხლა ეს ტეხასშიცაა. ასე რომ ქრისტიანულ საკითხად დაწვებული ეს გადაიქცა ეროვნულ პოლიტიკურ მოძრაობად. ასე რომ, რამდენად ხშირად ხდება ეს? ეს ძალიან გავრცელებულია თუ ეს განსაკუთრებული რამ არის, რასაც ჩვენ ხედავთ. მე ვფიქრობ, ეს რეზოლუცია თავისთავად განსაკუთრებული იყო, რადგან მან მართლაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია ქრისტიანებში და მთელ ქვეყანაში. იცით, ამის შემდეგ ჩვენ ეს რეზოლუცია 2000-ზე მეტ ქრისტიანულ მედიას საშუალებაში გავავრცელეთ, რომ გვეჩვენებინა რა არის ეს რეზოლუცია და რატომ გვინდა ამის გაკეთება. ქრისტიანები აღიარებენ, ბევრი ქრისტიანი, ნახეთ, გეტყვით, ისინი ბევრ სხვა ადამიანივით არიან. ისინი ზარმაცები არიან. კარგი, ასე რომ მათ არ გაუკეთებიათ ის სამუშაო, რომ თქვან, ჰეი, რა არის დასავლეთი სანაპირო. ისინი ფიქრობდნენ, რომ დასავლეთი სანაპირო იყო რაღაცა სხვა ადგილი ისრაელში. ეგონათ, რომ ეს რეალურად არსებობდა. თითქოს მიწა გააფართოვეს და იქ დასავლეთის სანაპირო ჩასვეს. როცა ხარით, არა, ეს იუდეისა და სამარიის მიწაა. ეს არის მიწა, რომელიც ღმერთმა აბრაამს აღუთქვა. ეს არის მიწა, რომელიც იესონავემ დაიპყრო. ეს არის მიწა, რომელიც ტომებს შორის გაიყო და მათ ეს ესმოდათ. მაგრამ იცით, ქრისტიანების ხმები კარგი, მთელ ქვეყანაში, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს დიპლომატია. ჩვენ რესპუბლიკური პარტიის 27% შევადგენთ. ჩვენ ვართ რესპუბლიკური პარტიის ყველაზე დიდი ბაზა. ქრისტიანები ამერიკის მოსახლეობის 60%-ს შეადგენენ. ჩვენ შარშან დავასრულეთ გამოკითხვა და ამერიკელების 60% რეგულარულად უსმენს ქრისტიანულ მედიას. ამიტომ ეს მართლაც დიდი ჯგუფია, რომელსაც ძლიერი ხმა აქვს და ამან ბევრი რამ წაახალისა. გეტყვით, რა თქვა ჩემმა კოლეგამ, რომელიც ეგრეთ წოდებული მაუწყებლებელთა ეროვნული ასოციაციის წევრია. ეს არის კომერციული მაუწყებლების დიდი ჯგუფი. მან ასე თქვა: ჩვენ ხშირად ვირებთ რაღაცებს, ეს ამერიკული ფეხბურთის ანალოგია. ჩვენ ხშირად ვახერხებთ რაღაცების 10 იარდის ხაზამდე მიყვანას, მაგრამ ვერ გადაგვაქვს ბოლომდე. მაგრამ სწორედ ჩვენი ქრისტიანი ძმები და დები ახერხებენ მის გატანას მიმიზნის ხაზზე და ეს ერთ-ერთი ასეთი საკითხია. გმადლობთ, რომ ჩვენ ხედავთ წარმოუდგენელ საოცარ მხარდაჭერას ლათინური ამერიკიდან. გვატემალამ, ჰონდურასმა, პარაგვაიმ თავიანთამეთი საელჩოები იერუსალიმში გადაიტანეს. კოსტა-რიკამ და არგენტინამ ეს უკვე გამოაცხადეს. ამ კვირაში ბუენოს-აირესში პრეზიდენტ მილეისთან ერთად ჩვენს კონფერენციას ჩავატარებ. და ლათინური ამერიკის ყველა კუთხიდან ლიდერები ისრაელს გვერდში უდგანან, როგორც არასდროს. და თქვენ ყავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ლათინური ამერიკელების ორგანიზაცია. არა მხოლოდ ლათინურ ამერიკაში, არამედ ასევე ლათინური ამერიკელებისა და ჰისპანური წარმოშობის ამერიკელების. და მე ხშირად მისვამენ კითხვას: ხედავ თუ არა იმავე მხარდაჭერას ესპანურენოვანი ამერიკელებისგან, როგორც ხედავთ ლათინური ამერიკელი ქრისტიანებისგან? თქვენ ამბობთ ესპანურენოვან ამერიკელებზე აქ, ამერიკაში. ჩვენ ხედავთ მხარდაჭერას, ეს არ არის ზუსტად იგივე, რადგან სამშობლოში არსებობს გარკვეული პოლიტიკური საკითხები, როგორიცაა იმიგრაცია და ეკონომიკა. მაგრამ ის, რასაც ლათინურ ამერიკაში ვხედავთ, როგორც თქვენ თქვით, არის დიდი პროისრაელური ტალღა. და ჩვენ უნდა ვიყოთ გამხნევებულნი პრეზიდენტ მილეის ლიდერობით. მე მქონდა პატივი მომეწვია იგი მარალაგოში, რათა პირველად შეხვედროდა პრეზიდენტ ტრამპს. მისი ვნება და მხარდაჭერა ისააკის შეთანხმებების ხელმძღვანელობაში და ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომლებიც ჩემი აზრით ეხლა მიბაძავენ მას. ასე რომ ჩვენ ხედავთ ღმერთის ხელს, როგორც თქვენ ახსენეთ, ჩვენ გვყავს პარაგვაი. ეხლა ჰონდურასი ისევ იმ პრეზიდენტის ხელშია, რომელიც ისრაელის მხარდამჭერია, კოსტა-რიკა. პრეზიდენტმა ფერნანდესმა თქვა, რომ ის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს. ძალიან დიდი იმედი და მოლოდინია იმის გამო, რასაც ლათინურ ამერიკაში ვხედავთ.
და ვფიქრობ, ამას ნაწილობრივ აქ ჰისპანურ-ამერიკულ საზოგადოებაშიც ვიხილოთ. მაგრამ როგორც ადრე აღინიშნა და როგორც ვისმენთ, ორი რამ არის. მახსოვს, ჩვენ მუშაობდით რაბი შლომო რისკინთან, რომელიც ეფრატის ყოფილი მთავარი რაბინი იყო და მან თქვა, რომ თანამედროვე ეპოქაში ორი სასწაულია, რომელსაც ვხედავთ. პირველი არის ისრაელის სახელმწიფოს დაარსება, სადაც ღმერთმა ისრაელი 2000 წლის შემდეგ მიწაზე დააბრუნა. და მეორე სასწაული, თქვა მან, არის ეს ახალი ებრაული ქრისტიანული ალიანსი. 2000 წლის ანტისემიტიზმის შემდეგ ქრისტიანულ სამყაროში ახლა ჩვენ ერთად ვმუშაობთ. და ბიბლიაში იყო ადგილი, სადაც ისრაელი ალყაში იყო მოქცეული. წინასწარმეტყველის. სახური შეშინებული იყო გეხაზი. და ელიამ თქვა, მამაო, გაუხსენი თვალები, რომ დაინახოს ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ არიან. ღმერთი ისრაელთანაა. ქრისტიანი სიონისტები ისრაელთან არიან. და თუ ღმერთი ჩვენთანაა, ვინ შეიძლება იყოს ჩვენს წინააღმდეგ? აბსოლუტურად. გმადლობთ მარიო. პასტორ ლარი, უბრალოდ აუხსენით ყველას. რატომ თქვა მარიო, რომ ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის ამ ახალი ურთიერთობის დასაწყისში 21 საუკუნეში ორივე მხარეს დიდი ნდობა იყო საჭირო? და თქვენ თითქოს შუაში იყავით. ქონდათ ნდობა ებრაული მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. თქვენ მონაწილეობდით მარშში რაბი ლაუსთან ერთად. შეხვდით დონალდ ტრამპს. თქვენ მეგობრობთ ჩვენს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან. რას დასჭირდა იმისთვის, რომ ებრაელებსაც ენდოთ თქვენ და ქრისტიანებსაც ენდოთ თქვენ, რათა ეს უბსკრული გადაგელახათ? ხო, როცა ბევრს ვლაპარაკობ, ჩვენ ბევრს მუშაობთ. ჩვენი სამინისტრო ბევრს თანამშრომლობს ისრაელის მთავრობასთან. ჩვენ ბევრს მუშაობთ ქარენ ჰეზოსთან, ვახორციელებთ პროექტებს აქ. მაგრამ ამის გამო მე ბევრს მოგზაურობ ისრაელის სახელით და ვსაუბრობთ შერეულ აუდიტორიებთან, ებრაელებთან და წარმართებთან. და ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას ებრაელი ხალხისთვის ამით. პირველ რიგში ჩვენ არასდროს ვეცდებით, რომ გადაგაქციოთ. სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება, რომ ხვალ უფრო პროი იყოთ, ვიდრე დღეს ხართ, რადგან იუდაიზმი, მოსეს სწავლება, ცივილიზაციის საფუძველია. ებრაელები ხშირად მეკითხებიან, ფარული მიზანი ხომ არ გაქვთ? კი, მაქვს. ჩემი შვილი იქ მარტო ხელაა და კარგი ებრაელი ბიჭი სჭირდება. ამაზე მომკლავს. ასე რომ, ყოველთვის ასე ვტოვებთ. პირველი, არასდროს ვეცდებით, რომ გადაგაქციოთ. ბიბლიას ვკითხულობ. მერთმა ებრაელ ხალხს აღთქმა მისცა და თქვა, რომ ეს სამუდამოა. გადავამოწმე სიტყვა სამუდამო ებრაულად, გადავამოწმე სიტყვა სამუდამო ინგლისურად და პიგ ლათინურადაც. და სიტყვა სამუდამო ნიშნავს აღთქმას ღმერთთან სამუდამოდ. ჩვენ როგორც ქრისტიანები, თქვენში ვართ ჩაბუდებული. დარჩით ებრაელებად და იყავით კიდევ უფრო ებრაელები. ჩვენ გვჭირდებით თქვენ. მეორე რამ არის ის, რომ კიდევ ერთ დაპირებას გაძლევთ. ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ. მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით. ჩვენ ისრაელის ერის გვერდით ვიდგებით. ჩვენ წინააღმდეგ დავდგებით. და ბევრი ჩემი ებრაელი მეგობარი ამბობს, რომ სძულთ ანტისემიტიზმის მოსმენა თითქოს ეს უკვე წვეთოვანი ონკანია. ეს არის ებრაელების სიძულვილი. და ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით ისრაელის ერისთვის, იუდეისა და სამარიისთვის, ებრაელების სიძულვილის წინააღმდეგ. თუ ცოტა პოლიტიკურ თავისუფლებას გამოვიყენებ, ბიბლიაში წერია, რომ სამმაგი ძაფი ადვილად არ წყდება. მე მჯერა, რომ ამ საღამოს აქ სამმაგი ძაფი, ამ კონფერენციით და მთელ მსოფლიოში არის ღმერთი, ებრაელი ხალხი და ევანგელისტები. და მე წავიკითხე წიგნის დასასრული. ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. Troy ჩვენ ვართ თქვენ ყოველ წელს ყველაზე დიდ ქრისტიანულ ღონისძიებას ატარებთ. NRB კონვენცია უზარმაზარია. ვინც იქ ყოფილხართ მართლა, მსგავსი არაფერი გინახავთ. ეს არის ათასობით და ათასობით ადამიანი. და თქვენ წელს გადაწყვიტეთ სამიტი იერუსალიმში ჩაგეტარებინათ. თქვენ ატარებთ NRB იერუსალიმის სამიტს. რატო იყო მნიშვნელოვანი, რომ ესეთი დიდი ღონისძიების ფონზე, რომელსაც ყოველ წელს ატარებთ, აქაც გაგეკეთებინათ რამე? ეს ცოტა განსხვავებული ღონისძიებაა, ეს მედიის ღონისძიებაა. და მიზეზი, რატომაც ასე მნიშვნელოვანია მისი ჩატარება იერუსალიმში, ისაა, რომ ღრმად მჯერა, აქ არსებული პრობლემა ორივე ჩვენ საზოგადოებას ეხება, ებრაულსაც და ქრისტიანულსაც. და ეს სიძულვილის პრობლემაა. და ეს არის სიძულვილი მტრისგან, რომელიც ღმერთის ხალხს ზულს და მორჩა. ამიტომ უნდა შევიკრიბოთ ერთად, არა მხოლოდ ჩვენი გზავნილის გამო, არამედ ჩვენი ერთიანობა ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია. და სად შეიძლება უკეთ შევქნათ ეს ერთიანობა თუ არა იუდაიზმისა და ქრისტიანობის საფუძველში, აქ იერუსალიმში. ამინ. კარგი, მე არ მინდა მუსიკა მოვისმინო.
ასე რომ ერთი ძალიან სწრაფი ბოლო კითხვა მარიოსთვის. მარიო, 10 წლეულებია აქ ხარ და ისრაელს გვერდით უდგახარ. და ეხლა თეთრ სახლში მრჩეველი ხარ. ევანგელურ ქრისტიანებთან მუშაობ. რა შეიცვალა და რა არის მომავალი? ავიაბალომ ამ კვირაში პოსტი გამოაქვეყნა ყველაფერზე, რასაც მემორანდუმთან დაკავშირებით ხედავთ და საბოლოოდ ღმერთს უნდა მიუმართოთ, ხომ ასეა? ღმერთს, რომელმაც ისრაელი დააფუძნა. ის არც თვლემს და არც ძინავს. და ვფიქრობ, მომავალი ნათელია, როგორც პანელზე მოისმინეთ, რადგან ერთად ვდგავართ, იმიტომ რომ ერთი და იგივე მტერს ვებრძვით. როდესაც ერთად დგავართ, ვიცი რომ ღმერთი ჩვენთან იქნება და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. დიდი მადლობა ჩვენს მთელ პანელს, მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ისრაელის სახელმწიფოსთვის აკეთებთ. თქვენ ყველა გმირები ხართ და მადლობა ყველას მომავალ წელს იერუსალიმში.